100-წლიანი ომის დროს ინგლისელები იყენებდნენ ტერორის ტაქტიკას. ტრის ტერიტორიაზე დამანგრეველი რეიდები მიზნად ისახავდა ფრანგების დაშინებას და მათ ბრძოლაში პროვოცირებას, ამ ტაქტიკას კი პარტიზანი ეწოდებოდა. პარტიზანის მთავარი იარაღი იყო ცეცხლი. ერთ-ერთი მთავარი მეთოდი ცეცხლის დასატანად იყო ცეცხლოვანი ისრები. ცეცხლოვანი ისრის დამზადება ნამდვილი გამოწვევა იყო. მათი ანთებულ მდგომარეობაში შენარჩუნება ურთულესი საქმე გახლდათ. ამ ტიპის ცეცხლოვანი ისარი იკვებებოდა დენთით. მასში გამოყენებული იყო ნახშირი, გოგირდი და უმბარი, კალიუმის ნიტრატი, მთავარი კომპონენტი, რომელიც ჯანგბადს აწვდიდა და წვის სიძლიერეს აძლიერებდა. როდესაც ისარი გასროლილია, აერის ნაკადი ცეცხლს სწრაფ სიჩქარეს უნარჩუნებს. ქიმიური ნარევი სპირტში იხსნება და სველ სპირტიან ხსნარში ეხვევა. გრძელი ისრის წვერი ამ სველ ხსნარში თავსდება და უსაფრთხოდ მაგრდება, შემდეგ კი ისრის წვერი მდუღარე ფისში იძირება. ფისი, რომელიც თავადაც ადვილად აალებადია, უზრუნველყოფს წყალგაუმტარ საფარს და იცავს ცეცხლოვან ნარევს ქარისგან. ეს ხელს უშლის მის შაქრობას ფრენისას. ახლა ეს ნამდვილად სასიკვდილო ჩანს და მე მინდა მისი გასროლა. ცეცხლოვანი ისრის გასროლა დამოკიდებულია დროზე. თუ ძალიან ადრე გაისროლე, ცეცხლი ჩაქრება, ხოლო თუ ძალიან გვიან ისრის ცეცხლი შენგენ გამოიფრქვევა, ისე თითქოს დრაკონმა მოგაფრქვია ცეცხლი. ეს უბრალოდ ბოროტებაა, მაგრამ საოცარია. ტერმინი პარტიზანი ნიშნავს ცხენოსანთა მარბიერ ლაშქრობას და ასახავს ცხენოსანთა მობილურ შეტევებს. ისინი ძარცვავდნენ ეკლესიებს, ოქროსა და ვერცხლისთვის, იღებდნენ მდიდართა ძვირფასეულობას და ყველა საკვებსა თუ სასმელს, რაც ხელში მოხვდებოდათ. პარტიზანული ლაშქრობა იყო ეგრეთ წოდებული გადამწვარი მიწის ტაქტიკა, რომელიც მტრის ჯარშიშის თესავდა. მიზანი იყო მათი მეფის წინააღმდეგ განწყობის შეცვლა და ქაოსის დანერგვა. მსგავსი ლაშქრობის მთავარი მიზანი იყო გადამწყვეტი ბრძოლა. პარტიზანი ფრანგთა პროვოცირებას ისახავდა მიზნად, რომ ისინი ბრძოლის ველზე გამოსულიყვნენ საბოლოოდ.